ფარცხისის ციხე ქვემო ქართლის ერთ-ერთი უძველესი და სტრატეგიული სიმაგრეა, რომლის გალავანიც საუკუნეების მანძილზე სამშობლოსათვის თავდადებული ბრძოლისა და ურყევის სულის სიმბოლოდ დგას. ფარცხისის ციხე ბრძოლისა და გმირობის მატიანე ალგეთის ხეობაში. ფარცხისის ციხე საუკუნეების განმავლობაში მტრის პირველ დარტყმას თავის თავზე იღებდა. ეს არ იყო უბრალოდ ქვისა და კირის ნაგებობა. ეს იყო ქართული სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების სადარაჯოზე მდგარი ციხესიმაგრე. ფარცხისის სახელი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა 11 საუკუნის 70-იან წლებში მომხდარმა მასშტაბურმა დაპირისპირებამ. იმ პერიოდში ახალგაზრდა მეფე გიორგი მეორე ცდილობდა ქვეყნის გაერთიანებასა და თურქ-სელჩუკთა შემოტევების მოგერიებას. 1074-1075 წლებში ფარცხისთან გამართულ დიდ ბრძოლაში ქართულმა ლაშქარმა სელჩუკთა ძალები დაამარცხა. ეს იყო ბრწყინვალე გამარჯვება, სადაც ქართველმა მეომრებმა დაამტკიცეს, რომ საკუთარი მიწა-წყლისა და სარწმუნოების დასაცავად თავგანწირვას საზღვარი არ ჰქონდა. ფარცხისის მიდამოები იმ დღეს ქართველი ვაჟკაცების სისხლით შეიღება, მაგრამ მტერმა უკან დაიხია და ციხემ კიდევ დიდხანს შეინარჩუნა თავისი უძლეველი დიდება. ვინ გვებრძოდა და როგორ დაინგრა ციხე? საუკუნეების განმავლობაში ფარცხისის ციხეს მრავალი დაუძინებელი მტერი დასხმია თავს. თურქ-სელჩუკები მე-11 და მე-12 საუკუნეებში მუდმივი დარბევებითა და ალყებით ცდილობდნენ ალგეთის ხეობის ჩაკეტვას. მონღოლები მე-13 საუკუნეში მათი შემოსევების დროს ქვემო ქართლი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონი იყო. თემურლენგის ურდოები მე-14 საუკუნის მიწურულს მათ საშინელი დარბევების ტალღა დაატეხეს თავს, რამაც ციხესიმაგრეებსა და მონასტრებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყიზილბაშები და ოსმალები მე-16 მე-18 საუკუნეებში ქვემო ქართლი მუდმივი ბრძოლის ველად იქცა. ციხე ერთბაშად ერთ კონკრეტულ დღეს არ დანგრეულა. ეს იყო საუკუნოვანი, უთანასწორო ომების შედეგი. მტერი როდესაც ციხის აღებას ვერ ახერხებდა, მას კედელ-კედელ ანგრევდა სანგრევი მანქანებითა და ცეცხლით. ყოველი ალყისა და იერიშის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა და მეომრები კვლავ აღადგენდნენ ხოლმე დანგრეულ გალავანს. თუმცა მე-18 საუკუნის მიწურულს ლეკიანობისა და ირანელთა უწყვეტი შემოსევების შედეგად მთელი რეგიონი გაპარტახდა. ციხემ თავისი პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და დროთა განმავლობაში ნანგრევებად იქცა. დღეს ფარცხისის ციხის შემორჩენილი კედლები დუმან, თუმცა ყოველი ქვა მაინც ყვება იმ გმირთა ამბავს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს ყოველ გოჯ მიწას.